თურმე შეცდომაც შეიძლება იყოს სტრატეგიის ნაწილი. თუ გახსოვთ ზედიზედ 2 წელი რომ გამოვაცხადე ჩელენჯი. ჩემ შეცდომაზე უნდა მოგიყვეთ ახლა. 2 წელი ზედიზედ ვაცხადებდი ასეთ ჩელენჯს, რომ წელს წავიკითხავ ამდენ წიგნს, მქონდა სპეციალური ჰეშთეგიც და მოხდა ისე, რომ ერთ წელსაც და მეორე წელსაც იმის ნახევარი წიგნი წავიკითხე რეალურად, რაც მქონდა დაგეგმილი. ანუ თუ მქონდა 24 წავიკითხე 12, თუ მქონდა 25 წავიკითხე 16, ну მოკლედ ფიზიკურად ვერც ერთხელ ვერ შევძელი, რომ ის რაოდენობა წამეკითხა, რაც მეწერა. ჩემი შეცდომა რაში მდგომარეობს, იცით, მაგრამ სანამ შეცდომაზე ვილაპარაკებ, მამას ჰქონდა თავისი, რა თქმა უნდა, დადებითი მხარეებიც და ეს იყო ის, რომ ძალიან ბევრმა ადამიანმა, ჩემმა გამომწერმა მეგობარმა აიღო წიგნი ხელში. ისეთი ადამიანებიც კი, ვინც წლების განმავლობაში არაფერს არ კითხულობდნენ, მეკითხებოდნენ ეს წიგნი რას მასწავლის, ეხლა ეს ვიყიდე, მიზიარებდნენ თავის ემოციებს, შთაბეჭდილებებს, მე ვხედავდი როგორ იზრდებოდნენ ისინი ამ წიგნებთან ერთად. და ეს იყო ძალიან დიდი დადებითი, რაც მოიტანა ამ ჩელენჯმა. თუმცა ცოტა მრცხვენოდა, იცით, ამისი აღიარების, იმიტომ რომ არ არის მარტივი ახლა თქვა, რომ რაღაცა ესე დაგპირდით და ვერ შეგისრულეთ, ხო? ანუ ეს იყო საჯაროდ დადებული პირობა. ამიტომ მივხვდი, რომ როდესაც ადამიანი საჯაროდ რაღაცა ჩელენჯს აკეთებ, უნდა გაითვალისწინო შენი მოცემულობა, დისციპლინა რეალურად საკუთარ თავზე ძალადობა ხომ არ არის. ამ დროს რეალურად უნდა გაითვალისწინო შენი მოცემულობა რა გაქვს, როგორი დროის რესურსი გაქვს, როგორი ენერგიის რესურსი გაქვს, იმიტომ რომ მე ვარ მარტოხელა დედა, ვარ დიასახლისი, ამის პარალელურად აი ზუსტად 6 წლები მქონდა ნიშის ცვლილება, ქსელური მარკეტინგიდან გადავდიოდი მენტორობაში, სამენტორო პროგრამებს სწავლობდი, მე თვითონ ცოდნა შევიძინე, კვალიფიკაცია ავიმაღლე, ну მოკლედ მოხდა ბევრი რაღაც, ჩავუშვი კურსები და ასე შემდეგ და აი ამის პარალელურად იმ რაოდენობის წიგნების წაკითხვა, რაც უნდა წამეკითხა მხატვრული ლიტერატურიდან, ჩემთვის შეუძლებელი აღმოჩნდა. იმიტომ რომ ძირითადად რასაც ვკითხულობ, ეს არის ბიზნეს ლიტერატურა, ახლა რაც მეჭირავს ეს ყველაფერიც არის ბიზნეს ლიტერატურა, რაც ჩემი განვითარებისთვის ძალიან მნიშვნელოვნად მიმაჩნია და ამის პარალელურად კიდევ მხატვრული ლიტერატურის დამატება და თან რაოდენობრივად დასახელება აღმოჩნდა რთული შესასრულებელი. მოკლედ, რეალურად დისციპლინა ყოფილა ის, რომ შენი მოცემულობა გაითვალისწინო და ამის მიხედვით დაგეგმო მერე რას აკეთებ, როგორ აკეთებ და მით უმეტეს საჯარო ჩელენჯი გააკეთო. თუმცა ამან როგორც ვთქვი, ძალიან დიდი დადებითიც მოიტანა და ამისთვის მადლობელი ვარ საკუთარი თავის. ამ წიგნებს გაგიზიარებთ ახლა რაც მაქვს შეძენილი.